გამარჯობა, მე ვარ ირაკლი მახარაძე, კინორეჟისორი. უამრავი ჭორი და მithმა-მოთქმა არსებობს 1921 წელს საფრანგეთში გატანილი განძის შესახებ. სამწუხაროდ დღესაც ბევრი ისევ ბოლშევიკების შემოგვიდებული ამ ნაბუდვარით საზრდოობს, რომლის მიზანი იყო დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დაკნინება და დამცირება. მოკლედ რომ ვთქვათ, პროპაგანდამ მაგრად იმუშავა. რას არ გაიგებ? ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ განძი გაიტაცა, რესტორნებსა, კაფე შანტანებში და ქალებში დაამღერა და მსგავსი 1000 სისულელე. დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ემიგრაციაში წასვლისას მთავრობამ ქვეყნიდან გაიტანა ფინანსთა სამინისტროს, ხაზინის და სახელმწიფო ბანკის ქონება, ეს განძთან ერთად 112 ოქრო ვერცხლი. სწორედ ამ ავალადიდების გაყიდვის შედეგად მოხერხდა ლევილის შესყიდვა სულ 130,000 ფრანკად და არა ჩვენი საუნჯის გაყიდვით, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ. მთავრობამ ეროვნული განძი კომუნისტებს გაარიდა, რადგან დიდი საიშურება იყო, რომ მას უბრალოდ გადაადნობდნენ. მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო ბოლშევიკების მიერ ეკლესია-მუზეუმების დარბევა. ცნობილმა სოციალ-დემოკრატმა 1924 წლის აქტიურმა მონაწილემ ვალიკო ჩუბინიძემ, ისიც საფრანგეთში გაიხიზნა, თაყაიშვილისგან ჩაიწერა მოგონება, რომლიდანაც ამუნარიც თავაზობთ. წითელი არმია თბილისს უახლოვდებოდა, ყვებოდა ბატონი ექვთიმე. მიბარებს ივანე ჯავახიშვილი და მეუბნება. ხომ ხედავ ექვთიმე, რუსის ჯარი მონათლული დამოუკიდებელ საქართველოს და სამღვდელოების მტრობით და სიძულვით მოდის ჩვენსკენ. ისინი დაარბევენ და გაძარცვავენ ჩვენ ეკლესიებს, მუზეუმს და ყველა საზოგადოებრივ დაწესებულებებს. ამიტომაც ეხლავე შეუნდა ნახო მთავრობის თავმჯდომარე, ანუ ნოე ჟორდანია, გააცნო ჩვენი ეროვნული განძეულების გაძარცვა დაღუპვის საიშურება, ის ეხლავე უნდა შეგროვდეს, ანუ განძეულობა და საქართველოსთან დროებით უცხოეთში უნდა გაიტანოთ გადასარჩენად. თავად ექვთიმე თაყაიშვილი უკვე საფრანგეთში ყოფნისას 1934 წელს აკაკი ჩხენკელისადმი მიწების წელში იუწყებოდა. ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა ძახილის ნიშანი. ამით დიდი პატრიოტი, დიდი ადამიანი ჩვენ გვეუბნებოდა, რომ ეს საუნჯე საქართველოში ბოლშევიკებისთვის რომ დაგვეტოვებინა, ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა. პირველი საქართველო კი მოგეხსენება ჩვენ დავკარგეთ 1921 წლის თებერვალში. გახიზნულ მთავრობას, რომელსაც სხვათა შორის კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია, განძის გაყიდვა რო ზდომოდა, სრულად გაყიდა, მთლიანად გაყიდა და უკან არაფერი ჩამოვიდოდა. თვითონ კიდე არ ხინდათ იცხოვრებდნენ. განძის შენახვაზე პასუხისმგებელ პირად დანიშნეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ექვთიმე თაყაიშვილი, ეს ყველას კარგად მოგეხსენება. მისთვის გადაცემული განძი ემიგრაციაში მყოფმა მთავრობამ ხელუხლებელი დააბრუნა უკან. საქართველოში გამგზავრებამდე 1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ჟორდანიაში შეხვდა. აი ესე ვალიკო ჩუბინიძის მოგონებიდან ამონარიდი. ბატონი ექვთიმე ეწვია დიდ ნოეს ჟორდანიას და ახარა, რომ განძეულობას არაფერი აკლია. შესანიშნავ მდგომარეობაში და დაემატა თქვენი მთავრობის მიერ შესყიდული სამუზეუმო ნივთებიო, რომელიც კერძო პირებს უცხოეთში გაუყიდიათ. ბატონი ექვთიმე სუფრაზეთ მიიწვიეს. მან ფეხზე ადგომით დალია ბატონ ნოეს სადღეგრძელო, შენობით მიმართა და უთხრა შემდეგი. ნოე, მე იქ შენი ბრძანებით მივდივარ. იცოდე მომაწერენ ბევრ რამეს. შენი და ეროვნული მთავრობის წინააღმდეგ თითქოს ჩემს თქმულს. იცოდე არ დაიჯერო. ამის ნიშნებს უკვე ვხედავ. მე ვიყავი და დავრჩები საქართველოს დამოუკიდებლობის ნიადაგზეთ. იქაც და აქაც მუდამ გვერდჩით უდექე ეროვნულ მთავრობას, ვჩები მისი ერთგული და ვიზიარებ საზღვარგარეთ მის მუშაობას, რადგან თქვენ პირნათად ასრულებთ დამფუძნებელ კრების დავალებას. მე იქ ვიცი, აგრძელებს ბატონი ექვთიმე, დიდი პატივით მიმიღებენ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მათ მუდმივ დამაშნი არესტში, ანუ შინა პატიმრობაში ვეყოლები, თავისუფლებას მოკლებული. სხვაყლად ვეწირები ჩემ თავზე დაღებულ მოვალეობას. არასოდეს არ იფიქროთ, რომ მე თქვენ გღალატებოთ. თაყაიშვილს მუდმივი მიწერ-მოწერა ჰქონდა საბჭოთა საქართველოს მთავრობასთან, ამ განძის დაბრუნების თაობაზე. და სადაც ის იუწყებოდა. თქვენთან ატეხილი ხმაურება იმის გამო,
რომ თითქოს განძი გაგვენიავებინოს, საქმისათვის სახერო არ იქნება. წაღებული სიძველენი ხელუხლებელია და კარგად დაცული, ბევრი ნივთით შევმატე სამუზეუმო ფონდს. თუ ეხლაც ექვთიმე თაყაიშვილის აგზელეთ, მაშინ მოусმინეთ ბოლშევიკებს. იოსებ მეგრელიძე წიგნში ექვთიმე თაყაიშვილი წერს, საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ ხსენებული განძის 39 ყუთი უკლებლივ დაბრუნდა ისე, რომ მათ ერთი ნემსი არ დაკლებია, ერთი ნემსი. ისე მართლა რომ გაიყიდათ ეს განძი, ან მისი ნაწილი. ხოშიანად იცხოვრებდნენ და არა ისეთ სავალალო მდგომარეობაში იქნებოდნენ საფრანგეთში, ჩვენი ემიგრანტები. საილუსტრაციო თავად ბატონი ექვთიმე ავიღო, რომელსაც ეხმარებოდა ნამეტია ბერძენიშვილი, ვალოდია გოგუაძის მეუღლე, ის სანახევროდ ჩიმშილობდა ხოლმე მაინც და ერთი თხის ანაბარა იყო. ან ლევილის ფაქტიური მფლობელი, ბენია ჩხიკვიშვილი ავიღოთ. შემორჩენილია დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია თუ რა ნივთებს ფლობდა ჩხიკვიშვილის საფრანგეთში ცხოვრებისას. აი ჩამონათვალი. მაგიდა 2, დივანი 1, ჩიპენდეილი არ გეგონათ, ჩვეულებრივი მაგიდაა და ისა. საწოლი 1, კარადა 1, კომოდი 1, სავარძელი 1, სკამი 4, საკიდი 1, ეტაჟერკა 1, მატრაცი 1, ლეიბი 1, ზეწარი 4, ბალიშისპირი 4, პირსახოცი 3, საბანი 1, პატარა საბანი 1, საზაფხულო საბანი 1, მუთაკა 1, სარკი გედლის 1, დივანზე გადასაკრავი 1, სანაგვე სათლი 1, ნავთის ლამპა 1, ნოხი 6, ფარდაგი 1. და ეს არის დიდარი კაცისავლადიდება, რომელმაც გაყიდა საფრანგეთში და გაანიავა ჩვენი საუნჯე. შეადარეთ ეხლა დღევანდელ გაზულუქებულ ჩინოვნიკებს და პარლამენტარებს, რომელთაც აღარ იციან რომელ ქვეყანაში სად რამდენი ქონება შეიძინონ. განსხვავებას ალბათ ხედავთ. ამიტომ ნუ კითხულობთ ვიღაცის ნაბუჟურტურალს და ჩახედეთ დოკუმენტებს. დღეისთვის სულ ეს იყო, კარგად ბრძანდებოდეთ.